დღევანდელ დღეს წაიკითხე ესეთი ადგილი სახარებიდან მართალი სვიმეონი იესო ქრისტეს ეუბნება ყრმას რომ განუტეოს ანუ მის ესნება რომ გარდაიცვალოს ადამიანი როდის გარდაიცვლება ამას წვეთს ღმერთი არ შეიძლება ადამიანი ღმერთის ადგილზე დადგეს და გადაწყვიტოს ვინ იცოცხლოს და ვინ არ იცოცხლოს სამწუხაროდ დღეს ექიმები ძალიან გაკადნიერებულები არიან და თავიანთი გამოკვლევების მიხედვით ადამიანებს ეუბნებიან ამან იცოცხლოს, ამან არ იცოცხლოს. და თან ამ პასუხისგებლობას ტვირთს აკისრებენ მშობელს. ძირითადად ეს ხდება გამოკვლევაზე რომ მიიყვანენ, ეხოსკოპიით დაახიდავენ და იტყვის ექიმი რომ ეს ბავშვი ავათარი, ჯამთელი ვერ დაიბადება. და მერე მშობელს ანიშნებს რა უნდა გააკეთოს. ჩვენ გქონია ჩვენი ცხოვრების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც ექიმები შეცდნენ. ჩვენ მრევლში არის ძალიან ბევრი ბავშვი, რომელზეც ეუბნებოდნენ ექიმები, რომ იქნებოდა ავადმყოფი, მაგრამ არის ჯამთელი. ერთზე ეუბნებოდნენ საერთოდ თავი არა აქვს. ის ბავშვი აქ დადის და უკვე გაიზარდა 5 წლისაა. ნებისმიერ ადამიანს ენდომება ესეთი ლამაზი შვილი ან შვილიშვილი ყავდეს. არ შეიძლება კომპიუტერს მიენდო კაცი და ადამიანს გადაუწყვიტო უნდა დაიბადოს თუ არ უნდა დაიბადოს. აი ექიმები დაფიქრდნენ, აი დღევანდელ დღეს მირქმას რას აკეთებენ, როცა ასეთ რჩევას აძლევენ ადამიანებს. ნახეთ, მოხუცებული სვიმეონი მიიქვა რა ყრმა მაცხოვარი დაინახა რა მასში ღმერთი დაახსრულებული წინასწარმეტყველება თხოვა რომ მიეცანება გასულიყო ამ ქვეყნიდან. ეს მხოლოდ ღმერთს შეუძლია და არავითარ შემთხვევაში ადამიანს რომ გადაწყვიტოს ვინ იცოცხლოს და ვინ არ იცოცხლოს.